იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ პიტერ პარკერის რადიოაქტიურმა ობობამ უკმინა და ამის ხარჯზე მისი უნარები შეიცვალა. მარტივი სავარაუდოა, რომ მედრიანოვი ბავშვობაში დიღომში იზრდებოდა. სადაც ალბათ ამასაც რადიოაქტიური თუ არა საავადმყოფოს ჰაერი შეეყარა და დღეს რაც არის კი ვიცით. ავტოსპორტის მთავარი ხიბლი ინდივიდუალურობაშია. გუნდები ერთი მიზნის მიღწევას ცდილობენ, ხოლო ამას განსხვავებული გზებით აკეთებენ. ზოგს საუკეთესო ძრავი აქვს, ზოგი სტრატეგიით იწონებს თავს, მაგრამ მთავარი არაღი დღეს მაინც აეროდინამიკაა. მეცნიერება, რომელიც ჰაერისა და ობიექტების ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილ ძალებს შეისწავლის. შემთხვევით ჰაერს, რომელსაც ერთდროულად ისევე შეუძლია მანქანის აჩქარება, როგორც ჩენელება. სწორედ ამის იმედად შედიან დღეს ფორმულა 1-ის პილოტები 340-ით მოსახვეებში, ხოლო ინჟინრებს ორი მთავარი დავალება აქვთ. შეამცირონ ჰაერის წინაღობა, ისე რომ ამის ხარჯზე დამწოი ძალა არ გაქრეს. ზოგ-ზოგიერთ უჯერებთ აეროდინამიკა იმ ხალხისთვისაა, ვისაც ძრავის აწყობა არ შეუძლია. ბატონო ენცო, იმ შემთხვევაში რა ხდება, როცა ვერცერთს ვერ აკეთებ და არც სტრატეგია გივარგა. ელკანი კიდე პილოტებს სიტყვებს უკონტროლებს. აიმებს, დებრესია რო აქვთ. აეროდინამიკა ერთი მთლიანი ჯაჭვია, რომელიც ცალკეული ელემენტებისგან შედგება. მათი ერთობლივი გამართული მუშაობა კი საბოლოოდ 800 კილოგრამიან მონსტრს ტრასის საფარს ისე აკრავს, როგორც ის ერთი ურმადური ნათესავი შენ ჩამოტანილ მაცივარზე მისაკრავ მაგნიტს. უბრალოდ ინჟინერება ისევე ზერელად რო არჩიონ აეროდინამიური დეტალები, როგორც შენ მისი საჩუქარი, წესით სამსახურიდან დაურეკავენ. დამწოილ ძალას შეგვიძლია აღვქვათ როგორც მიზიდულობის ძალა. ოღონდ ცოტა სხვანაირი. რა თქმა უნდა, ბოლიდი ლიანდაგზე დაკრული მატარებელივით რომ გადაადგილდება ძალიან მაგარი სანახავია, მაგრამ როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, ესეც არ მოდის უმტკივნეულოდ. მარტივად რომ გითხრათ, გუნდები მანქანებს სპეციალურად ანელებენ, რომ მოსახვევში მარტივად შევიდნენ. ამის გამოსცდა სხვათაშორის თქვენ შეგიძლიათ. სანამ ზეწაში სამას ჩააცვამთ, ადექით, ნაჭერი გაშალეთ და გაიქეცით. სიჩქარე კი დაგაკლდებათ, მაგრამ სამზარეულოში უფრო სწრაფად შევარდებით. მაგიდას ფეხს თუ წამოკრავთ კიდე, ჩემ ბრალი არა. ჰაერის პირველ რიგში ბოლიდის წინაფრთა ეხება, რომელიც პასუხისმგებელია შემოქმედილი ჰაერის მიმართულების გადანაწილებაზე და ცოტათი დამწულ ძალასაც გამოიმუშავებს. თუ დაკვირვებული თვალი გაქვთ, მარტივად შეამჩნევდით, რომ ახალი რეგლამენტის ბოლიდების წინა ნაწილი გაცილებით მაღლა აწეული, ვიდრე 2022 წლამდე შექმნილი. ამის მიზეზი კი გრაუნდ ეფექტია. აჩქარებისას ბოლიდის წინაფრთა ჰაერის შედარებით მეტ რაოდენობას ბოლიდის ქვემოთ უშვებს, ხოლო დარჩენილი ზემოთ და გვერდებზე ნაწილდება. ზემოთ წასული ჰაერი პირდაპირ დამწულ ძალად გადაიქმნება, ხოლო დანარჩენ ჰაერს ცოტა დიდი გზის გავლა უწევს. გვერდით გადასული ჰაერი საიტმოდებზე ნაწილდება, რომლის ნაწილით ძრავს აკრილებს. ნუ თუ მერსედესი არ ხართ და დალუქული არ გაქვთ არხები. ხოლო მთავარი ამბავი ბოლიდის ქვემოთ ხდება. წინაფრთა რამოდენიმე მთავარი დეტალისგან შედგება. ხოლო მათი კონფიგურაციის შესვლა გუნდებს საშუალებას აძლევს ბოლიდი განსხვავებული ფილოსოფიის ტრეკებს მოარგოს. გუნდებს სეზონში 3-4 მთავარი წინაფრთა აქვთ. ხოლო ყოველ ეტაპზე მათ მოდიფიცირებულ ვერსიებს იყენებენ. ასე მაგალითად მთავარი ფირფიტის ზემოთ სამსართულადაა განლაგებული მეორე ხარისხოვანი ფლაპები, რომელიც ერთმანეთთან პატარა კონექტორებითაა დაკავშირებული. ხოლო გუნდებს საშუალება აქვთ გამმართველი ქანჩით ამ ფირფიტების დახრის კუთხე არეგულირონ. გვერდებზე განლაგებული ენდპლეიტების მთავარი დანიშნულება კი ჭუჭყიანი ჰაერის წინასაბურავებისგან განცალკევებაა. ამაში ფირფიტას ვენტური არხიც ეხმარება, რომელიც ჰაერის დაბალი და მაღალი წნევის ერთობლიობისას შექმნილ მორევს უკანა მანქანისკენ უშვებს. მორევს რა, vortex. უბრალოდ ამდენი უცხო სიტყვა აღარ მინდოდა ერთ წინადადებაში. აი, კარბონბალას რო გავს მაგაზე ვამბობ. 2022-ის რეგლამენტი ამხრივ მოიგოჭლებს, რადგან წინა სეზონის ბოლიდები გაცილებით მეტად იყვნენ დამოკიდებული ბოლიდის ფრონტალურ პროექციაზე. გაცილებით კომპლექსური იყო მათი წინაფრთები, განსხვავებით დღევანდელისგან. ეს ყველაფერი გადასტრევების ახალისების მიზნით შეცვალეს. ჰაერი რაც მეტ გზას გადის ბოლიდზე, მით უფრო იზრდება მისი სიმკვრივე და ტემპერატურა. ხოლო ამის გამო მდევარი ბოლიდისთვის გადასტრება თითქმის შეუძლებელი ხდება. ასე რომ დირექციამ კომპლექსური წინაფრთები გუნდებს 2021-ში დაატოვებინა. ასე მოიქცა სხვათა შორის ბარჯბორდებზეც. ეს დეტალი გუნდებს 2017-დან 21-მდე ჰქონდათ. მთავარი დანიშნულება კი უკანა მანქანისთვის ჭუჭყიანი ჰაერის შექმნა და ძირის დაცვა იყო. მე დაგვაგოიმეს, ეს რაღაცა ისევე თქვენთვის კეთდებაო. და ეს სილამაზე წაგვართვის. სხვათა შორის თუ ბოლიდის აწყობის განსხვავებულობაზე ვისაუბრებთ, უნდა ვახსენოთ 2021 წლის Red Bull-ის RB 16B, რომლის გათვლაც ხის და აეროდინამიულ უკანა ნაწილზე იყო. სწორედ ამიტომ შეძლო მაქსმა უნგრეთში ქულის აღება ერთი ბარჯბორდის გარეშე. ხოლო იმ წლის Mercedes ამის გაკეთება უფრო გაუჭირდებოდა, რადგან წინა ნაწილის მოჭიდებაზე გუნდს უფრო მეტი ყურადღება ჰქონდა მიქცეული. ფორმულა 1-ის ბოლიდი ძალიან გავს ADHD-დან ადამიანს. აი იმას, დანაშაულის გრძნობა რომ აქვს, როცა ერთი საქმის პარალელურად სხვას ვერ აკეთებს. ბოლიდის თითოეულ დეტალს მაქსიმალური პერფორმანსისთვის რამოდენიმე დანიშნულება აქვს. ერთ-ერთი ასეთია საიტბოდი. დეტალი, რომელიც ერთდროულად პასუხისმგებელია როგორც საძალე მოწყობილობაში ჰაერის ცირკულაციაზე, ისე დამწველი ძალის გამომუშავებაზე. ვინაიდან და რადგანაც ბოლის რადიატორები სწორედ გვერდებზე აქვს, აი ამ პატარა ღიობის დახმარებით ხდება ჰაერი მასში და ქვემოთ წევს რადიატორში გავლილი სითხის ტემპერატურას, ხოლო უფრო საინტერესო მის ზემოთ ხდება. ვენტური არხიდან გამომავალი ჰაერი სწორედ საიტბოდის ზედაპირზე გადადის. ამ დროს დეტალის ფორმაზე მიმართული ჰაერის წნევა იკლებს. შესაბამისად, ჰაერი სწრაფად გადაადგილდება მასზე. ანუ მარტივად რო გითხრათ, ბოლიდი შემოხვედრ ჰაერს სპეციალურად აჩქარებს, რომ მერე უფრო ძლიერად დააწვევს ქვემოთ. როგორც ყველაფერს ისე გუნდები ამასაც განსხვავებულად აკეთებენ. მაგალითად 2022 წელს ფერარი მსხვერპლზე მეტად ჩაღრმავებული საიტბოდიანი SF75 შემოგვიგდო. ჰაერი ქვემოდან ზემოთ კი უნდა გაუშვა საიტბოდმა და ამას აკეთებდა ფერარი, მაგრამ თლად საინსის აბაზანის გაკეთება არ იყო აუცილებელი.
ის ფაქტი ხომ გახსოვთ წინაპრთა ჰაერის უფრო დიდ ნაწილს ბოილდის ქვემოთ რო უშვებდა. სწორედ აქ იმალება მთლიანი 2022 წლის რეგლამენტის ფილოსოფია. მანქანის ქვედა ნაწილი სავსეა ძალიან ვიწრო გვირაბებით. სწორედ ამ საიტბოდის ქვემოთ განლაგებულ ვენტურ მილებში შედის წინაპრთის ქვემოთ გამოსული ჰაერი. შემდგომ ვიწრო გვირაბში იწნეხება, ცირდება წნევა და ამის ხარჯზე ბოილი ტრასის ზედაპირს ეკვრის. რასაკვირველია, ყველა გუნდს თავისი ინდივიდუალური ძირი აქვს. წვისი რომ დააკოპირონ გამართულად მაინც არ იმუშავებს, მაგრამ ჩემთვის მაინც თვალებს დაჭყეტილი უყურებენ ამ წელზე აწეულ დამტვრეულ ბოლიდებს გუნდის მესვეურები. მარტივად რომ აღიქვათ რის ხარჯზე იღებს მოჭიდებას თქვენი საყვარელი გუნდის მანქანა, ორი ბურცელი აიღეთ, ერთმანეთთან მიიტანეთ და მათ შორის სული შეუბერეთ. დაბალი წნევა ორ სხეულს ერთმანეთს ააკრავს. ხოლო იმის გამო რომ ბუნებაში ყველაზე აეროდინამიური ფორმა წყლის წვეთია, სწორედ ამის გამო იმეორებს ბოილდის უკანა ნაწილი ამ ფორმას. ძირისკავლით ჰაერმა ხო საიდანღაც უნდა დატოვოს ბოილდი. ამ ორი დავალების შესრულებას თავის თავზე დიფუზორი იღებს. რაც უკვე ჭუჭყიანი ჰაერისთვის მიმართულების მიცემა ბოილდს აჩქარებს და უკავყოფ პილოტს მოჭიდებას უკარგავს. ხოლო აეროდინამიკის საბოლოო წერტილი უკანა ფრთა. მსგავსად ბოილდის ცხვირის ამ დეტალის დანიშნულებაც ჰაერის ნაკადის მიმართულების შეცვლა. სწორედ აქ ჭირდება ბოილდის ყველაზე დიდი დამწველი ძალა, რათა შემცირდეს არასაჭირო საბურავების ბრუნი და გამომუშავდეს დამწველი ძალა მოსახვევში. როგორც სხვა ნაწილები ფორმულა 1-მა უკანა ფრთას გაამარტივა. ისევ ჭუჭყიანი ჰაერის შემცირებისთვის და მეტი გადასწრებისთვის. გუნდები უკანა ფრთასაც სხვა აეროდინამიური დეტალების და ტრეკის კონფიგურაციას უთავსებენ. თუმცირეთი ცდომილება მაინც მოხდა შეიძლება სავალალო შედეგამდეც მივიდეთ. სრულებით შესაძლებელია გუნდის საიტბოდი, რომელსაც ჰაერი უკანა ფრთამდე მიაქვს, საერთოდ არ მოერგოს ერთმანეთს. ამ დროს კი უკანა ვინგი უფუნქციო დამატებითი წონა გახდება. ან შეიძლება პირიქით მოხდეს და მეტი ჰაერი დააწვეს. ზუსტად ეს დაიმართა Red Bulls 2024 წლის ვეგასის ეტაპზე, სადაც საბოლოოდ უკანა ფრთის მოხერხვა გადაწყვიტეს. არა მართლა, მექანიკოსებმა ღამე ფრთა აიღეს და მოხერხეს და იმუშავა. სწორედ უკანა ფრთაზევია ამ დროისათვის ერთადერთი აქტიური პილოტზე დამოკიდებული აეროდინამიური დეტალი, რომელიც მხოლოდ ტრეკის ფიქსირებულ ადგილებზე გარკვეული წესის ფარგლებში მუშაობს. უფრო დეტალურად კიდე შეგიძლიათ აქ გაიგოთ. მაგრამ თუ ვიდეოს ნახვა და ჩემი ბლუყუნიც გეზარებათ, მანქანაში ფანჯარა ჩამოწიეთ და ტალღები გააკეთეთ. ზუსტად ვიხდებით რა შედეგები გვაქვს ღია ფრთას და დიარეს. გუნდები ბოილდის ყოველი დეტალიდან ცდილობენ მაქსიმუმი გამოწურონ. სწორედ ამის გამო შევხვდებით უცნაურ ფარფლებს ჰალოზე, პატარა სპოილერებს პილოტის ჩაფხუზე და ძალიან პატარა კბილანებს ძირზე. ცალკე აღებული ეს მცირედი დეტალები გამარჯვებას ვერ მოიტანს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად პატარა ნაბიჯს გადაადგმევინებს გუნდს მოგებისკენ. რუხი ხვრელების პოვნა სპორტში ცალკე შეჯიბრია. გუნდები სპეციალურად იურისტებს და ისეთ ხალხს ქირავენ, ვისაც დიდი და ჩახლართული ტექსტების წაკითხვა და შემდეგ აზრის გამოტანა შეუძლიათ. ხოლო რაც აკრძალული არაა, ის დაშვებულია. სწორედ ამ პრინციპმა მოგვიტანა ის ლუფჰოლები, რითაც გუნდებმა ჩემპიონატებიც კი მოიგეს. ასეთი იყო მაგალითად რეკადი ფრთები, რომლებიც ჯერ Red Bull-მა გაწურა წინა რეგლამენტზე, ხოლო ახლა McLaren-ს ცხვირში ძმრა დამოადენინა. აქვე McLaren-ზე დავჩები და ვახსენებ F-Tacts, რომელიც 2010 წელს გამოჩნდა ვერცხლისფერ პაპაიებზე. ამ რუხი ხვრელის მთავარი მუღამი კი კოკპიტთან მყოფი ხვრელი იყო, რომლის დახშობითაც ჰაერის მიმართულება იცვლებოდა. აი, DRS-ი წარმოიდგინეთ ოღონდ უფრო საჩალიჩო რა. ორმაგი დიფუზორიც არ დავივიწყოთ, რომელიც Brown-მა გაარტყა პირველმა 2009 წელს. მერე კი ყველა ყვამარა საბოლოოდ გვიანი იყო. და რა გვასწავლა დღევანდელმა ვიდეომ? გარდა იმისა, რომ აეროდინამიკა ლუზერებისთვისა და რეალური მამაკაცური გამარჯვება ძლიერი ძრავებით მოდის. აეროდინამიკა ჩვეულებრივი ჯადოქრობაა, ოღონდ იაფიანი მკითხავების და ჯადოების გარეშე. ყვავის ფრთა და სასიზოს წვერის პუწი ბოლის ვერ ააჩქარებს, მაგრამ ასობით საათი ქარის გვირაბში ნამყოფ საიტბოზე იგივეს ვერ ვიტყვი. შემდეგ ვიდეოს იდეები კომენტარებში დაწერეთ. ამჯერად აეროდინამიულად და ჰაეროვნად გაკოცეთ ჩუბლზე, კარგად ბრძანდებოდეთ.